მოგესალმებით მეგობრებო, ისევ დაგიბრუნდით ვიდეოთი. გადაწყვიტე მოგიყვეთ, როგორ მოვახერხე უკრაინაში წასვლა, ან რატომ წავედი. იმიტომ რომ დამეთანხმებით რომ უკრაინაში წასვლა დღესდღეობით არც უსაფრთხოა და მინდა რომ უბრალოდ ჩემი თავგადასავლის შესახებ მოგიყვეთ გაგშვენოთ. გადავიდეთ ახლა მთავარ ნაწილს. უკრაინაში სრულად დაფინანსებით წავედი. სტუდენტურ ორგანიზაციაში ვარ გაწევრიანებული. რომელიც არის საერთაშორისო ორგანიზაცია და ამ ორგანიზაციიდან რამდენიმე წარმომადგენელი წავედით. სოციალური მედიის შეხვედრა გქონდა. ამ ერთი კვირის განმავლობაში ბევრი რაღაცაც გამოვცადე. ძალიან რთული გზა გამოვიანე, როგორც უკრაინაში პირდაპირ ფრენით ვერ წავიდოდი. თან ამას ისიც დაემატა, რომ ჩემი ორგანიზაციამ ცოტა გვიან დაჯავშნა ჩემი ბილეთი, ამიტომ პირდაპირ ფრენით პოლონეთშიც ვერ ჩავედი და მომიწია თურქეთში გადაფრენა თავდაპირველად. ვით რომ ხელა გზა მქონდა გასავლელი, მაგრამ მე არაფერი არ დამაბრკოლებდა, იმიტომ რომ ეს იყო ჩემი პირველი მოგზაურობა საქართველოს ფარგლებს გარეთ. ეხლა აეროპორტში და 2 საათი იქნება ჩასვლა. უცებ გითხრეს რომ ფრენა გადაიდო. not good. მეცნება ჩემთვის, იმიტომ რომ ყოველთვის ესეთი რაღაცა რო დამემართეს, თუ ვიწახდი რომ მე ხარ ფრენა რო გადაიდეს, ფრენა რო გადაიდეს, რომ შეიძლება რომ ჩავუსრო. ეგრე გიხდეს ყველაფერი, გადაიდო ფრენა 1 საათით. მედია მიუსწრებ ხალხამდე სანიშინია სტამბოლის აეროპორტის. ძალიან დიდია ამბობენ და ვერ გავაკრები და უკრა. გადაჯდომა მქონდა დაახლოებით 3-4 საათი. მეთქი კაი 1 საათი არ აუშავს, მოვასწრებ. 1 საათი გავიდა და კიდევ არ დაიწყო ჩასხდომა. გადაიდო კიდევ 2 საათით. და მეგობრებო, ავკარგავთ პოზიტივს. მართალია 5 საათამდე გადაიდო ჩემი ფრენა, დილის 5 საათამდე და მეორე ფრენა მაქვს 820 წუთი არია. რომელსაც გონიერ პერიოდი უსწრებ და ალბათ დავჩები მე თურქეთში. რაღაცას ვიზავი ხოლმე. არ დავიკარგებ. გავისეირებ სტამბოლში გავისეირებ და ეს კეიქი ნაციონალური სტამბოლში. ღამის 2 საათზე მქონდა გაფრენა, თუ სწორად მახსოვს და გავფრინდი 5 საათზე და რა თქმა უნდა ვერ ჩაუსწარი თვითფრინავს, რომელიც პოლონეთში მიდიოდა. ჩავედი სტამბოლის აეროპორტში, აგერ უცებად გავაკეთე ხა ტელეფონს. ასე გამიყურება. ფრენამ დაიგვენა 4 საათი. ვარშავაში ჩავფრინდები ალბათ რაღაცა 8-ზე, აქ უნდა ვიცადო 6 საათი. იქ დამხვდება ავტობუსი, დამხვდება კი არა, იქაც 2 საათი უნდა ველოდო ავტობუსი. ანუ ასეთ დაღალილი ტექსტზე უნდა ჩავიდე იქ დილის 6 საათზე. ფაქტობრივად მთელი ერთი დღე გზაში ვარ ხალხო. ძალიან დავიღალე. მეძინა მხოლოდ 1 საათი, არც მეძინა ცოტა მთულემდა, მე საჭმელი მოიტანეს და მე ხო იცით ახლა საჭმელზე ვარს არ ვიტყოდი. ეგრევე გამოვხიზლდი და მეთქი მოიტაცო. უი, და ხაჭაპური მაქვს ჩანთაში. ეგ ყველაზე მთავარი. თავიდან მეგონა რომ მეთქი წავალ სტამბოლიდან გავალ გარეთ, გალათას კოშკთან მივალ მეთქი ვფიქრობ. და უბრუნდები მეთქი და გავფრინდები პოლონეთში თქო. მაგრამ ხალხო რო ჩამოვფრინდი სტამბოლის აეროპორტში 1 საათი მე მგონი შიგნითვი არა, იმიტომ რომ ვერ ვაგნები საიდან რო გავსულიყავი. გავაგენი საბოლოო ჯამში, გასასვლელამდე მივედი, ვეძებ მეტროს და უცებ დავინახე მეტროს ხაზების ფოტო. not good. და მეთქი აქ არ დავიკარგო თქო და დავრჩი აეროპორტში. გადავწყვიტე რომ რამე მეჭამა თურქული რა. მიყვარს თან თურქული რაღაცები ფხლავაზე ვგიშდები. აი ფოტოს ჩავდებ რა უჭამე. საერთოდ არ მომეწონა და ფხლავა საერთოდ არ იყო ხრაშუნა. საქართველოს უკეთეს მიჭამია. და ეს მომშავე პერსონალი ყველა თურქულად მელაპარაკებოდა ხალხო, მე მგონი თურქს გავარ, არ ვიცი. იქ აეროპორტში საქართველოს პასპორტს ვაწვდი და ტიპი თურქულად მელაპარაკებოდა. ეგეთი შემთხვევაც მქონდა. მიწერეთ კომენტარებში ქართველობო, თქვენც თუ გქონიათ თურქეთში ასეთ შემთხვევა, თუ მე ვარ ასეთი გამონაკლისი და მართლა თურქს გავარ, არ გავგიშდე ახლა. ნამდვილი ქართველი ხალი ვარ. ჩავედი პოლონეთში, ჩავედი ვარშავაში. აგერას გავაკეთე. ვაცანცარებ კამერის ვერაფერი დაინახეთ. თავიდან მინივენით უნდა წავსულიყავი სხვა ჩემი ორგანიზაციის წევრებთან ერთად, მაგრამ ის მინივენი, რა თქმა უნდა, ანუ მანამდე წავიდა, სანამ მე იქ ჩავედი, ამიტომ ავტობუსის ბილეთი ამიღეს და აქ ცალკე თავგადასავალი მეგობრებო. აი, ჩემბერიც. წავედით ხან. ავედი სადმე დაიწყო და დავტე
ტელეფონი. იმიტომ რომ მე 5 საათი თუ რა უმეტი შეიძლება დამჭირდეს ვოვამდე. მოკლედ ხო ისეთი დაღალებული ვიყავი. ჩემზე კაცი იჯდა ერთი და იმის მხარზე მინდა თავი ლამისა. და ისე მეწილი ლამის რა 900 ჯერ ჩამოვადე თავი და მეგვეძებოდა მაგ მომენტში და ისე მცხენოდა. მაგრამ არაფერი არ თქოს მე პოდიში მიწია. დავიწყე იქ ძებნა ახლა ავტობუსების გაჩერების. ძალიან ახლოს იყო, მაგრამ მე ხო დაპანიკებული ვიყავი მარტო რაღაც პირველად ცხოვეთში თან პოლონეთში ნაკლებად ცოტნე ინგლისური ატეხილი რუსული სიტყვები არ უნდა გამომეყენებინა, მაგრამ სხვანაირად ვერ გავაგებინე. რუსული არ ვიცი მე მეგობრებო. ატეხილი რუსული მეთქი ამიტომ თუ. მოტვეთ ველოდები ახლა ლვოვის ავტობუსს ლვოვში მივდივარ. ლვოვი არც ისეთი საფრთხე-შემცველი ქალაქია, იმიტომ რომ არ იბომბებოდა 2022 წლის შემდეგ. აი ზოგადად ისეთი უიღბლო ადამიანი ვარ, ჯერ ხო იქიდან დავიწყოთ, რომ შემიფრენა, გადაიდო, ძლივს ჩავედი, მთელი ერთი დღე ვიყავ გზაში. მერე მეორე სუსტად სანამ ჩავიდოდი ლვოვში, მანამდე ერთი დღით ადრე 29 ივნისს ჩამოაგდეს ბომბი, რომლის ფოტოს მაქვს და ჩავდება აქ ჩემმა უკრაინელმა მეგობარმა. გადაუღო, ან მქონდა უბრალოდ ეს ფოტო. მე უკვე ეს ინფორმაცია ვიცი, მაგრამ მივდივარ. რა თქმა უნდა, ოჯახში არ მithkomს ეს, რომ მიმათმა იციან, რომ ლვოვში არაფერი არ ხდება. მე ესეთი თავზე ხელაღებული ადამიანი ვარ. უფრო მეტ ვიდეოს რო დავდებ, მიხვდები, როცა ლვოვის ავტობუსს ველოდებოდი. მე მქონდა მთელი ინფორმაცია, რომ ავტობუსს ველოდებოდი, ანუ ნომერი, ცხოვლის სახელი. ანუ იმდენი ხანი ველოდე ამ ავტობუსს. 1-40 წუთიდან ტელეფონი მიჯდება და ვერ დავტენე 50%-ზე მქონდა დატენილი. რა იქაც მოვასწარი პოლონეთის აეროპორტში. ავტობუსის აგვიანებდა და უკვე რომელი ავტობუსიც მოვიდა ლვოვი ეწერა, აღარც შემიმოწმებია არაფერი, პირდაპირ ბილეთი გავხსენი ვაჩვენე და არ გაინტერესებთ რა მოხდა? მე მოდით სამყაროს არ იყო ჩემი დასჯა და როგორც კი რაღაცა ავტობუსი მოვიდა და დავინახე რომ ლვოვი ეწერა, ეგრევე ბილეთი გავხსენი, ამეთქანი ბილეთს რო გავხსენი, თვითონ მეტროს მეთქი თუ ეგ არ არის თქო რა, ეგეთი ჭკუით მივედი და მივეწოდე ხა ეს ბილეთი რაღაცა და ამის შოჩოლებრივად ეს ბარგიც ჩადო. მანამდე მიწერილი მქონდა, ვინც გამომიგზავნა ბილეთი მაგისთვის რა. და მაგან მითხრა ხო ელაპარაკე უმცხოვსო და წუთში იქნებოდა მეთქი რა. წუთში იქნება უკვე სული ვარ მეთქი და სავე გულცნაურია. ეგრევე იმას ფენი მივიდა. სტოპ. ტრანსლეიტს უეძებ ახლა რომ ჩავწერო რა მინდა თქვა. ხო და მიხვდა მე ეს კაცი რა აქ არ უნდა იყო და ხო მეთქი რა და ეგრე ჩამოვედი და ეხა ისე ვდგავარ და ველოდები. ხო და ასე ავალბეძე კიდე ჯერ სადღაც მივიდივარ ომიან ქვეყანაში და საბოლოოდ მოვიდა ძლივს ჩემი ავტობუსი, ლვოვი ეწერა იმას, შემამოწმე ყველაფერი ამჯერად და ისე ავედი მე ამ ავტობუსში. წყალი არ მაქვს, რა ვიცი, მშია, ყუდები. პოლონეთში გააჩერა ავტობუსი, 20 წუთით ჩერდებითო და დონალდსი და კიდე ერთი მაღაზია იყო, ამ მაღაზიაში შევედი. მაღაზიაში ჩამოვედით ცოტა ხანი და რამე ვიყიდოთ, ხოდა წყალი მწყურია. არ ვიცი ხა აქ რა არის, მაგრამ იმდია წყალი. ტელეფონი მიჯდება 20%-ზე მაქვს თუ რა ვიცი 18-ზე მაქვს. ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე დავაყენე. ყველაფერი გამორთე და მეძინა თითქმის ნახევარიცა. ძილღვიწლში ვიყავი უბრალოდ, ანუ იქ ვერც დავიძინებდი. საწყის გადაკვეთის დრო იყო, სანამ მაგებინებენ რა უნდა გავაკეთო. ყველაფერი გამიჩხრიკეს ისა, მაგრამ არაფერი ისეთი ძალიან მალე დასრულდა. გამომკითხეს რატომ მიდიხარ, მიდიხარ და ასე შემდეგ. ჩემდა გასაკვირი რა რუსულად მელაპარაკებოდა ის ქალი, რომელმაც ჩემი მოწმა ინგლისურად უნდა იცოდნე ლაპარაკი წესით. შეიძლება იცოდნენ კიდევაც, მაგრამ ალბათ ქართველი რო ვიყავი, მაგიტომ დამიწყეს რუსულად ლაპარაკი. არ ვიცი, ანუ თან განსაკუთრებით ლვოვში ყველაზე მეტად ისხება რუსულად საუბარი და არავითარ შემთხვევაში არ დაგელაპარაკებიან. მე ისეთი ხალხებს ვნახე, ვინც რუსული საერთოდ არ იცოდა. მაგრამ ესენი დასავლეთთან ყველაზე ახლოს არიან. ხო და ჩასვლის თუ დამჭირდა 8 საათი. როგორც კი უკრაინაში შევედით, რაღაცნაირად ცოტა საქართველოსთან გავა იგივე, იმიტომ რომ მსგავსი ხელუხლებელი ბუნება იყო. პოლონეთი არის ძალიან დავარცხნილი და პოლონეთში რომ მივიდიოდი და მოვდიოდი, ეტყობა რომ ევროკავშირში ხარ. უკრაინაში რო გადავედი,
ძალიან ახლობლური შეგრძნება დამეუფლა და მალევე ჩავედით ბოლში. დაახლოებით 6 საათი იყო დილის. პირველ ივლისს ჩავედი უკრაინაში ლვოვში და 29-ში ვიყავი აეროპორტში ღამე. გამოვიძახე მე ბოლტი, სხვათა შორის საქართველოსთან ძალიან მიახლოებული ფასებია, შეიძლება ითქვას, უფრო იაფიც კი არის, ვიდრე თბილისი და წავედი სასტუმროში. სასტუმროს ფოტოს და ვიდეოებსაც ჩავსვავ, როგორ გამოიყურებოდა. მოკლედ შევატრიალებ ახლა და განახეთ, ნახეთ როგორია. ნახეთ. ძალიან მომწონს. ნახეთ რა საყვარელია. და ხა ჩავალ კიბებს. მგონია რომ სასახლეში ვარ ხო? ძალიან საყვარელია. ეხა. ნახეთ. ხოდა აქ გვიტარდება ჩვენ კონფერენცია, კონფერენციას ისაა. მინიშნება, იქ რომ შევიდეთ. მოკლედ მე ვარ ლვოვში და ეხლა არის დაახლოებით 9 საათი. გუშინდელზე აღარ დამიაპდეითები ხართ. როგორ შევედი, როგორ მოწესრიგდი, მე კონფერენციაზე ჩავედი რაღაც თავიდან ვფიქრე მეთქი დავიძინებ მეთქი, მაგრამ გადაწყვეტა რომ ცოტა მეცნო ხალხი აქ რა. მაგრამ 4 საათზე ამოვედი და დავიძინე და მეძინე დილამდე. აქ გავსინჯე რაღაცეებს ეჭვანები. მაგაზე მინდა და კომენტარის გაკეთება. ბორში იყო ძალიან გემრიელი, მაგრამ იყო განსხვავებული, სადაც ბებიაჩემი აკეთებს ხოლმე მაგისგან. იყო სხვანაირი. იყო ტკბილი და ჩვენ საქართველოში აუცი ანუ ჩემთან უფრო მარილიანს და ცხარე რა, უფრო შუშავს პირს რა. პირსაც უკეთებთ. მაგრამ მხრივ იყო განსხვავებული, მაგრამ წითელი, კი ნახავდით ფოტოში, წითელი და ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა და არეჟიმიც ჰქონდა რა თქმა უნდა. და მე მაღაზიაში გავიარე და აქ გავსინჯე ფანტა. ქართულთან ვერც მოვარა, ახლა საქართველოში დამზადებული ქართულ წყალზე და სადე ხა სხვაგან. დილას გავიარე. აპტეკში შევედი, მე ხომ მიყვარს თავის მოდის საშუალებები და მაგას უეჭველი ვნახავდი, ხა ფასები რა ედო რა. შევედი და დავხედე ფასებს, ლამის გულმა დამარტყა, იმიტომ რომ საქართველოში ისეთი ძვირია ეგეთი რაღაცა, ვიფიქრე რომ მეთქი ანუ აქ უნდა ჩამოსულიყავი მთელი მაყუთი, თქო რომ გამეტანა აქედან ყველაფერი მეთქი, იმიტომ რომ ხო 1-20%, 30%-ით დაბალი ფასია აქ ვიდრე ჩვენთან რა. მოკლედ მე გამოვედი, ახლა მარტო მოვდივარ, ზოგი დასალევა წავიდა, ზოგი რა ვიცი მაკდონალდში შევიდა, მეთქი რა მაკდონალდი ახლა. ხოდა მე გამოვედი მარტო რომ დავათვალიერე და თან YouTube-ისთვის ჩავწერე რაღაცები, ვიდეოები რა. ახლა ჩემი პირველი მცდელობაა და არ ვიცი აზია რა როგორ უნდა გადავიღო, მაგრამ ვეცდები რომ ყველაფერი კარგად დაგათვალიერებინოთ. მოკლედ ძალიან მიყვარს ქართულად რო ვლაპარაკობ სადღაც სხვაგან. ანუ ვაფშე რო არაფერი არ ესმის და მე რო ქართულად ვუბეირაო რა. აი თან ხმამაღლა შემიძლია ვლაპარაკობ, ვირას გაიგებს, მე რას ვლაპარაკობ ხო? ძალიან მაგარია, ანუ დავათვალიერეთ. ხო, იცით როგორი ვაიბია? თითქოს მთელი ქალაქი არის მარჯანიშვილი. აი, მთელი შენობები და რაღაცა რა, ეს ალბათ საბჭოური ალბათ კი ანუ საბჭოური გავლენა არის. აი, ხა რო დავდივარ ლექციებით, ვერ გრძნობა სადღაც სხვაგან ვარ, ანუ თბილისში რო ვარ და საქართველოში რო ვარ, ძალიან არ ამაქვს მაგის შეგრძნება რა. მომწონს, მაგრამ აი, ეგზოტიკა არ აქვს, მაგრამ თავისებური ხიბლი აქვს. ეგზოტიკა იმიტომ არ აქვს, რომ რა თქმა უნდა, ახლა საქართველოს გავს რა. ერთი შემოსასვლელში დავინახე რა საბჭოური ისინი ეკვატუსები. დამერჩენი, ანუ მთელი ქალაქი ლამის გავს მარჯანიშვილს მართლა და რუსთაველს. ანუ ეს არის რაღაც რაც არასდროს მინახავს და ყოველთვის მესმოდა ამის შესახებ. ტროლეიბუსი თუ რა რაღაცნაირი შეგრძნება აქვს. არ ვიცი, აი რასები არის ქალაქში იმენა ამის. ასეთი რომელი ქუჩა ხალხო რა. ძალიან ინტერესს. ანმანჯერა. ესეთი რეაქციები იმიტომ აქვს, რომ პირველი ქვეყანა საქართველოს გარდა სადაც ვარ რა.
ხო და გამიგებთ. ვინც არ ხართ ნაყოფი არსად ან პირველი ქვეყანა გქონდეთ. ანუ პრინციპში ან ვინც ხართ ნაყოფი და პირველ ქვეყანაში სადაც იყავით ნაყოფი, ისინი გამიგებთ. ალბათ ესე ჯეგზე მაგექნებოდა და ვიმედოვნებ. ახლა ეს შეხედეთ მთელი ავტობუსი რანაირია. აი ამის მერე ხო რა? აი საქართველოს არ გავსო. და ძალიან მომწონს რა. ეს და აი აფთიაქები და რაღაცეები აი ადრე იყო ასეთები ჩვენთან. ეხლა რაღაც ძალიან მოდერნული აფთიაქები გვაქვს თითქოს. აი რაღაცა სხვანაირია. არ ვიცი. მოკლედ ასეთი შენობები ძალიან მომწონს. სულ მინდოდა რომ ვაჯანშვილზე მეცხოვრა და ვაფშე ხო ჩამოვიდეთ აცხოვრება თან ის როგორი აქია. ახლა გადავიდე მთავარ ნაწილზე. დიდი ხანია, დაახლოებით 5 წელია მყავს უკრაინელი მეგობარი, ოღონდ გავიცანი ონლაინ. სანამ სკოლაში ვსწავლობდი კიდე ორივე, იმიტომ რომ ტოლები ვართ და მაშინ გავიცანით ერთმანეთი და ვუზიარებდით ხოლმე კულტურის შესახებ ერთმანეთს რაღაცებს. როცა ვუთხარი რომ მივდიოდი ლვოვში, სხვათა შორის არ იყო ნამყოფი, კიევთან ახლოს ცხოვრობს პატარა ქალაქში და გადაწყვიტა რომ ჩამოსული იყო და მეკითხებოდა თუ გექნებაო დრო. ვაყარებდა. ჩამოვიდა მე ჩემი მეგობარი, ვარენიკები ვჭამეთ ერთად. ლვოვში არის ეგეთი ადგილი. სახელს მოვძებნი ამ ბარის და უკაკუნებ კარზე. რო გაგიღებს კაცი, უნდა უთხრა სლავა უკრაინი და შედიხარ ბარში. და ეს კაცი გაწვდის არაღს და გადაკრავ და ისე შეხვალ თამამად. Hi, so I'm learning Ukrainian from my friend. I'm Ukrainian, I'm Nick. Yes, he's Kolya and he's teaching me how to say some Ukrainian words. And one of them is Привет, Привет. which means Gamarjoba. It means Gamarjoba. Now teach me how to say how are you? Jak sprawy? Jak sprawy? Jak sprawy? Yeah, good job, one more time. Jak sprawa? Jak sprawy? Jak sprawy? Jak sprawa? Jak sprawy? Jak sprawa? Jak sprawy? Jak sprawa? Almost, one more time. Jak sprawa? Yes! Wow, good job. Guys, she's getting permanent new citizen. Yeah, we just had vareniki here and we drank 2 glasses of honey liqueur. Guys, I am outside with Kolya and and there is a Georgian restaurant here. We are a little bit drunk. So You shouldn't mention it in each audio. why not? Say, baqaqi წყალში ყიყინებს. No, say it well. Baqaqi. Make it slower. Slower. Baqaqi. Kaka. Baqaqi წყალში. Arshi. წყალში. Skaushi. Yeah. ყიყინებს. Shinkiness. Now say it together. Baqaqi წყალში ყიყინებს. Kakati. Aushi Kinkiness. ჩემი მეგობარი არ იყო ლვოვიდან და არ იცოდა ლვოვი კარგად, მაგრამ მას ყავდა კიდევ ერთი მეგობარი, რომელიც ლვოვში ცხოვრობს. და მაგან დაგვათვალიერებინა ყველაფერი. ვიყავით მუზეუმში, რომელიც არის ისტორიულად ყველაზე პირველი აფთიაქი მთელს აღმოსავლეთ ევროპაში, რომელიც დღესაც მოქმედი აფთიაქია. მუზეუმადაც არის ქცეული.
Так вот, мне чаша. Але немає змій. Сказали, що ви можете налякатися, тому їх заборонили тримати. Ви б налякалися змій? Თავი მეგონა Harry Potterში ართვა. Тепер найцікавіше, коли в грудні 1898 року знаний Львові професор геології Еміль Доняковський відкриває фармацевтичну фабрику. Malin English. The soul and body keep it clean. The soul and body keep it clean. Так, що у нас далі? Добре. And to keep in secret our pharmacy. And keep it secret our pharmacy. I promise. I promise. Молодці. ამ გოგომ ვიდაგვალევინა ბედნიერების ელექსირი. Elixir. Cheers. Elixir. Let's go. Mama Doba. Repeat. Good job. Good job, Mama Doba. And Gamanjoba, yeah. Good job. მოგზაურობისას მე თუ მკითხავთ, ყველაზე მეტი მუღამი აქვს იმას, რომ გაიცნობ ადგილობრივებს და იმათთან ერთად კარგად გაერთობი. თან იმათმა ყველაზე კარგად იციან ლოკალური გასართობი ადგილები და არა ტურისტული. მე მიყვარს ახლა ზუსტად ისე გავერთო, როგორც ერთობიან თვითონ ისინი და ხალხთან ურთიერთობა ძალიან მიყვარს. თან მით უმეტეს უცხოელებთან ნელ-ნელა გამოჩნდება ხა ჩემს კონტენტში ეს ყველაფერი. მინდა აღნიშნო, რომ ლვოვში არის რამდენიმე ქართული რესტორანი და უკრაინელებს რო გეკითხებოდი, აი ძალიან უყვართ ქართული სამზარეულო. ერთმა მითხრა, რომ ქართული უფრო მიყვარს ვიდრე ჩვენიო რა. პოპულარულია უკრაინაში ქართული საჭმელები და ზოგადად რო იგებდნენ რომ ქართველი ვიყავი, მაშინვე ძალიან დიდი პატივისცემით განეწყობდნენ ხოლმე რა. კონფერენციაზე კიდე გავიცანი სხვა უკრაინელები, რომლებმაც საკმაოდ თბილად მიმიღეს რა. შეყვარებულები იყვნენ. ეს გოგო იყო საქართველოს ნამყოფი და ძალიან მიყვარს საქართველოს. ერთად დავლიეთ კონიაკი და ასე მითხრეს, რომ ქართველებია ცნობილები ხართ თქვენი სადღეგრძელოებითო და მე ხარისი ქართველი ვარ და თან არისი კახელი ვარ, სადღეგრძელო არ მეთქვა. თვითონვე მითხრეს ეგ. შენ უნდა თქვაო პირველი სადღეგრძელო. გასახელე ჩვენი ქვეყანა You know, Georgian is also associated with good toasts. Like Yeah, sure, of course. Yes. Without toast, there is no drinking. Okay, Yeah. so we leave it up to you. მათ წამიყვანეს კიდე ზოოპარკში. ზოოპარკიც არ იყო, უფრო ცხოველების თავშესაფარივით იყო. Хамихуаны, черепахи и змея. Там было честно змея. რაც მომეწონა უკრაინაში ცხოველებზე კარგად ზრუნავენ რა და ეს იქიდან გამომდინარედა სკონი რომ ამ ზოოპარკში იყო დონაციის ყუთები. საქართველოში თუ გვაქვს ეს მიხარია და თუ არა და კარგი იქნება თუ დავნერგავთ. და კიდევ ვიყავით მუზეუმში. სახელებში ძალიან ცუდად ვარ და მოვზებნი მეგობრებო და ამას ჩავსვავ რა თქმა უნდა და ფოტოებსაც დავურთავ. ანუ შეიძლება გეცნოთ კიდევაც ეს ფოტოები, იმიტომ რომ ომის პერიოდში, როდესაც ერდოღანმა გამოაცხადა, რომ თვითონ უნდა შრომდგომლობა რუსეთსა და უკრაინას შორის მაგ სასახლეში, აი მაგ დროს გადაღებული ფოტოები არის ერდოღანის და ზელენსკის შეხვედრის დროს. მეგობრებო, ეხლა სადღაც მუზეუმში ვიყავი და აქ ჩამოვარდაო ჩემმა უკრაინელმა მეგობრმა რუსული რაკეტაო და აი ეს არის გამატრიალებდა ასე განახებთ. აქ არის რუსული რაკეტა ჩამოვარდნილი და ეს მანქანა შეიწირა ეტყობა. ხო და ეს საინტერესოა მოკლედ აი ეს დიდი რაკეტა არის, მაგრამ ანუ ყველაფერი აქაა მოტანილი რაც ჩამოვარდნილა. და ეს დიდი რაკეტა არის, რომელიც ამ ტერიტორიას მოხვდა. აქ კიდე რუსული ნივთები არის და მაგასაც განახებთ ერთი წამი. აი აქ არის შენახული ეგ რუსული რაღაც ნივთები. რა იქნებოდა უკრაინის ტური, რო არ აღნიშნო ომი და
დაბომბვა, საკმაოდ სამწუხარო თემა. ეს უფრო მეტად შევიგრძენი მას შემდეგ, რაც საკუთარ თავზე გამოვცადეთ. უკრაინაში არის კომენდანტის საათი 12 საათიდან დილის 5 საათამდე. გარეთ არავინ აღარ არის. დავუბრუნდი სასტუმროში, მაშინ დაიწყო სიგნალიზაცია. უკრაინა იბომბებოდა და საკმაოდ მასიური შეტევა იყო. ჩემი უკრაინელი მეგობარი თან წერს, რომ არ შეკეშინდეს, ყველაფერი კარგად იქნება. ზოგადად ისეთი ხასიათი მაქვს მე, რომ რას ქვია, არ მეშინია არაფრის, ვეკვეთები მტერს, მაგრამ საქმეზე რომ მიდგა, მეგობრებო, ცოტა დავიძაბე. ცოტა შემეშინდა. მოკლედ ისიც გამოვცადე, რომ ბუნკერში ჩავედი. ანუ დაბომბვა დაიწყო თუ არა შემოგლა და კასკალი და ჩავდივარ საბანო ღამეა უკვე 3 საათი ესა 2 საათი თუ რაღაც და მოკლედ დაბლა ჩავდივარ აუ სავაგწელოთ ხა სადღაც შიგნით იმაში აკია არ ხდება უყოთ მაგრამ ასეთი რაღაც დაიწყო. მოკლედ გაგშეული ვარ. ან ზამადავ ჩუსტებით ვარ ჩამოსული ხალხი აბას არ განახეთ. აი ჩანთეთ ამოვიღე ეს კიანო რო დაიწყოს და დამბოს ყველაფერი პასპორტი შიგნით მიდეს და hello. So follow the story here, right? Yes. Hello. ყველაფერი კარგად დამთავრდა, ისევ დავბრუნდით ოთახებში. ხო, მოკლედ ყველაფერი კარგადაა დავბრუნდით ოთახებში. ხო, ის მისახარო. წაით დავბრუნდითო. ამოვედი ხა. დავიძინებ. აგარი იყო. მინა გავერთი. მეძინა. საკუჭრაოში. თბილისში რო ჩამოვედი მეგობრებო. ჩემი უკრაინელი მეგობარი წერს ერთ-ორ დღეში, რომ ლვოვში კიდე ჩამოვარ და ბომბიოდ. ხვდებით როგორ გადავრჩი? ბეწის ხიდზე გავიარე, რომელიც არის ჩემი საყვარელი საქმეა. Bro, what are you talking about, man? უკრაინელები სხვათა შორის ძალიან შეგუებულები არიან უკვე. ჩემი უკრაინელი მეგობრები, რომლებიც კონფერენციაზე გავიცან. მაგათთან ერთად როცა ვიყავი ზოოპარკში, ზუსტად მაშინ დაიწყო სიგნალიზაცია. ძალიან დაუცველად ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ ვიყავით შუა დღესთან ახლოს, არ ვიცი, მოკლედ თვითონ წამიყვანეს ტაქსით. ვიყავი უკვე ძალიან შორს ამ კონფერენციისგან რა. ამათი მეძე ვიყავი მოკლედ. ამათ რეაქცია არ ჰქონდათ საერთოდ, როცა სიგნალიზაცია დაიწყო და მე ცოტა დავპანიკდი. ტელეფონიც მიჯდებოდა, რო შემოწყეს რომ ცოტა ოფორი აქ მითხრეს თუ კიდე დავბრუნდეთო და ჩემს გამო ტაქსი გამოვიძახეთ მალე. ცოტა უხერხულადაც ვიგრძენი თავი, იმიტომ რომ ეს ხალხი ასე ცხოვრობს ამდენი წელია და მე ეხლა ჩამოვიდი რაღაცა და პანიკობ. მე უკრაინელებს ვისაც ვკითხე რა, რატო აღარ გაგვდეს რეაქცია, არ გეშინიათ ან რაღაც ასეთი დამოკიდებულება ჰქონდათ. რაც მოხდება. თუ მე უნდა დამეცეს, მე დამეცემა და აგრძელებენ ცხოვრებას. მესამედ უკვე მეგობრებო, მესამედ როცა დაიწყო სიგნალიზაცია კი, არც ერთ შემთხვევაზე ლვოვში არაფერი არ მომხდარა, მაგრამ სამჯერ მქონდა ეს შემთხვევა, სამჯერ იყო სიგნალიზაცია ჩართული. მესამედ ვიყავი მეგობრებო ბარში, მოკიდებულიც მქონდა ლუდისგან და უკვე მეც არხეინად ვიყავი. და ძალიან გავშინაურდი ამ ერთი კვირის განმავლობაში. მოკლედ გაჩვენებთ ზოგადად უკრაინაში როგორ ცხოვრობს ხალხი. ხო და ასე ხალხი დაადიშველებრივად ისვენებს პარკში, აგერ ხედავთ ძალიან თავისუფლად. ხალხი კი მეყურებს ახლა თანმხლელი ლვოვში რა გინდა ახვილო. მაგრამ კაი ექსპერიენსია. აი ძალიან მამაზია რა. მართლა ძალიან მომწონს. ისე სხვათა შორის უნდა გააპდეითებ და ძალიან შევეჩვიე კამერასთან ლაპარაკს. ეს ხალხი მეყურებს რაღაცა, მაგრამ მე რა ინფლუენსერები ყველა ესე არიან. დაბრუნება უფრო მარტივი იყო, ის არ გამჭირვებია როგორც წასვლა. ჩემო უკრაინელმა მეგობარმა მითხრა, ჩვენ გვაქვს ბორშის ჩიფსებიო. და მე ხა იქიდან როგორ წამოვიდოდი ეს ბორშის ჩიფსები რო არ გამესინჯა რა იყო. Oh, because Jack is with us. Let's see. Like a bit smaller, so if you're into that. You have a bit. Okay. Honestly, like I didn't like I can't imagine. Oh my God. Get sucked, but It's like Taste of borscht. the borscht I had, at least the Russian one, was not red. tastes like borscht. შემდეგ ვიდეოს ვაპირებ, რომ მივუძღვნა უკრაინულ სნეკებს.
და გამოიწერეთ ჩემი არხი, დაელოდეთ, ზარისხილაკი გააქტიურეთ, რომ შემდეგ ვიდეოც ნახოთ, იმიტომ ერთ სპოილერს გეტყვით, ძალიან ბევრი ქართული გემოები შეხვდა სნექებში, უკრაინაში. რაც აი ესეთი ხშირი არ არის საქართველოში. აქედანაც ჩანს უკრაინაში ხალხს როგორ უყვარს საქართველო, გიჟდებიან. გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ, გიყურეთ. ეს ანანო თათიაურისგან მიყვარს ანანო. როგორ დავბრუნდი? ძალიან მარტივად. მინივენით უკვე ქართველებთან ერთად, მარტივად გადმოვკვეთეთ საზღვარი. პოლონეთშიც გვქონდა ცოტა დრო, ერთი დღე პოლონეთში ვიყავით, თითქმის დავათვალიერეთ ძველი ქალაქი. მეგობრებო, აი ჩავედი ვარშავაში ვარ და მოიხო ძალიან მომეწონა. და ეს საერთოდ არ ვიცი. აი უბრალოდ დავათვალიერეთ. უბრალოდ შეხედეთ, ეს სხვა ხიბვია რა. სხვა უამაზესია. თან მგონი ზღაპარში მართლა. ძალიან მოწია. პოლონეთს ეტყობა, რომ ევროკავშირის ქალაქია, ძალიან მოწესრიგებული, სუფთა, ვინც ხართ ნამყოფი, აუცილებლად დამეთანხმებით ალბათ. და ვისურვებდი, რომ საქართველოსაც ასე მივხედოთ ყველამ ერთად და ჩვენი შრომით მივიდეთ მაგ შედეგამდე. საათივით აწყობილ ქვეყანამდე. ჩემი თავგადასავლების ამბებიდან საინტერესო იყო ჩემი უკან დაბრუნება. მქონდა ბიზნეს კლასი და საინტერესო იქნება დავურთო როგორი არის Turkish Airlines-ის ბიზნეს კლასი. მიგობრებო, თბილისში. მაგრამ ჯერ სტამბოლში მივდივარ. ახლა ვივახშმე და ვისკის გახლავით ბიზნეს კლასში. მაგრამ ეს განცილებელი პროცესი არის. არ ვიცი. ხალხს არის შესაძლებელი მოლაპარაკება. არ ვიცი რატომ. აი ხალხი ქალიმისის და მაგრამ თარო ინგლისურია. შეგვიძლია აი კიდევ თუ აიგეთ. ხოდა ასე ახლა ყავა მომიტანა. ყავას დავლე. საერთოდ ხილთან ერთად. თუმცა ძალიან ბევრი რაღაცა მაინც არ გამომიყენებია, რა პრივილეგიაც ბიზნეს კლასს აქვს ისე დაღლილი ვიყავი, მაგრამ ერთს რომ მქონდა თბილისში ჩამოსულიყავი. ვიცი, დნმ-ის ტესტში არ ამავსვლი არანაირი სლავი და უკრაინა, მაგრამ ეს იქამდე მოხდა, სანამ გავიგებდი ჩემი დნმ-ის პასუხებს. ვისაც ჩემი დნმ-ის პასუხები გაინტერესებთ, შეგიძლიათ გადახვიდეთ პირველი ვიდეოს, სწორედ ამაზე ვიდეოს და შეგიძლიათ უყუროთ. გამოიწერეთ ჩემი არხი, არ დაგავიწყდეთ. დავედი.